ისინი არ არიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. ისინი ჩვენი ხალხის მიერ სავსებით სამართლიანად აღქმული არიან მტრებად სახელმწიფოებრიობის, ეროვნულობის და მომავლის. იმას, რასაც აი აქ ხედავთ რუსთაველზე, არაფერი კავშირი არ აქვს პარტიულ დაპირისპირებასთან. პარტიები ყოველთვის ძაღლები ვისჭამენ ერთმანეთს, ყველა ეპოქაში და ყველა ქვეყანაში. მაგრამ აი ასეთ სახეს პროცესი არ იღებს. თუ ხალხი არ აღდგა და ამხედრდა. ამ შემთხვევაში აღნიშნული სიტუაცია. ამდენად ხალხის დამარცხება წარმოუდგენელია და შესაბამისად ხელისუფლების წასვლა გარდაუვალია მით უფრო, რომ თელ აი ამ ბრძოლას ჩვენი ხალხისას ხას უჭერს სრულიად დემოკრატიული მსოფლიო. ვაშინგტონი, ბრიუსელი, ტოკიო და დედამიწის წამყვანი პოლუსები. აქედან გამომდინარე, დამარცხება შეუძლებელია. ხელისუფლების ბედი გადაწყვეტილია. ახლა მათზეა დამოკიდებული ბევრს იფართხალებენ თუ დროზე დაგვანებებენ თავს.